დილამშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მელელა ბაღდავაძე ვარ. ამჯერად კი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი. საწყდება საქართველოს ბედი ქვეყნის შიგნით თუ უმეტესად დასავლეთში. კრიტიკის საგანია ნაციონალურ მოძრაობაში გაკეთებული განცხადება, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის ბერკეტების 70% გარეთ არსებობს. არის თუ არა სამართლიანი კრიტიკა განცხადების ავტორის მიმართ, ეს ერთ-ერთი თემა იქნება, რასაც დღეს შევეხებით. დაგვაუდეთ დავიწყებთ ზუსტად 13 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. დღეს ევროპარლამენტში დებატების სახელწოდებით საქართველოში დემოკრატიის კრიზისის გაღრმავება გაიმართება. ევროპული სტრუქტურა წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ მიღწეულ შედეგებს შეაჯამებს. როგორც ცნობილია, ევროპარლამენტარები ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე იმსჯელებენ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად ჰერმეტულად დახურულ პაკეტებში მოთავსებული 1 კილოგრამი და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და 91 ელექტროსიგარეტი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხე იყო მოთავსებული. სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. სააგენტოს მცხეთა მთიანეთის დეპარტამენტის უფროსის გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, საქართველოს მაღალმთიანეთში ჩატარებულმა სახელმწიფო კონტროლმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბიზნეს ოპერატორთა ცნობიერება და პასუხისმგებლობა. მისი თქმით, ობიექტების უმრავლესობა მოწესრიგებულია და აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. მაშას ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ირაკლი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ირაკლი, გავყვეთ მოდით დღეისთვის აქტუალურ საკითხებს. პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეუერთდეს კონვენციას, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას αφუძნებს. კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის მიერ უკრაინის ჩადენილი საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამწვეული ზარალის დანაკარგის ან კომპენსაციის მოთხოვნებს. ახლა იცით, რომ საკითხთან დაკავშირებით გუშინ ჰააგაში გაიმართა დიპლომატიური კონფერენცია, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო მონაწილეობა. აი, შევაფასოთ ეს ფაქტი, რით იხსნით უკრაინის მხარდამჭერი კონვენციისადმი და ზოგადად აი საერთაშორისო დოკუმენტებისადმი საქართველოს მიერთებას მაშინ, როცა ქართული ოცნების ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებენ რუსეთის სასარგებლოდ პოზიციონირებაში და როცა უკრაინის მიმართ განცხადებებში მართლაც ძალიან მწვავე და კრიტიკულია ქართული ოცნება. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ოცნების პოლიტიკას, ოცნებას ყოველთვის ჰქონდა ხოლმე ესეთი ნაბიჯები, რომელთაც მე ამართლებდა ხოლმე საკუთარ ბრჭყალებში ევროპულ რენომეს, ხო? ის აძახდა რომ რას გვერდჩით, აგერ ჩვენ აი ამას ხელი მოვაწერეთ, აი აგერ ამ შეთანხმებას შევუერთით, თავდაპირველად ეს ახალი ფაქტობრივად ქმედება და ახალი სტილი პოლიტიკური ქმედებების არ გახლავთ. ივანიშვილის მხრიდან მათთვის დამახასიათებელია, რომ ერთი მხრივ იყვნენ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი რუსეთის, გააკეთონ განცხადებები, რომელიც კრემლის ნარატივს ეხმიანება, მეგა ნარატივს დაავრცელებს, რომ თურმე deep state და გლობალური ომის პარტია არის დამნაშავე საომარ მოქმედებებში უკრაინაში, საქართველოში და ზოგადად თურმე პუტინი ის საწყალი პრეზიდენტია, რომელიც ჩათრეულ იქნა ომებში deep state-ის მიერ ბოლო წლების მანძილზე. თუმცა არის ხოლმე კონკრეტული მომენტები, როდესაც ისინი საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე თითქოს და გარკვეულ, ასე ვთქვათ, კოლექტიურ ქმედებებში, ხმის მეცემაში, კონვენციებზე ხელმოწერაში იღებენ ხოლმე მონაწილეობას. ეს მათთვის დამახასიათებელი პოლიტიკაა. მაგრამ იძულებული გახდა ქართული ოცნება კონვენციისთვის მიერთების განცხადება მიიღო და რომ არა ვთქვათ ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულება ეს შეიძლება არ გაეკეთებინა? არა, მე ხას უსვამ იმას, რომ ამას ყოველთვის აკეთებდნენ. ანუ მე ერთი მხრივ რა თქმა უნდა საუბრობ ივანიშვილზე როგორც რუსულ ზალაზე და ყველა ასე ვაკეთებთ და ყველა ასე საუბრობთ, რომ ბოლო-ბოლო ეს კაცი ამერიკის მიერ სანქცირებული გახლავთ, სწორედაც რომ რუსული გავლენის სასარგებლოდ ქართული სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივ განადგურების ცდილობაში და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში და ეს ის ზოგადი შეფასება, რომელიც შეება ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მეტად მიესადაგოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის რიტორიკის დონეზე ივანიშვილი და მისი ოცნება არიან უბრალოდ კრემლის სპიკერების გაგრძელება ევროპაში, როგორც სხვა რამდენიმე კიდევ სხვა აქტორი და მათ მიერ ჟღერდება ხოლმე მთავარი მესიჯები კრემლის, რომ თითქოს და რუსეთი არ არის დამნაშავე სამხედრო მოქმედებების დაწყებაში, რომ თურმე უკრაინა შეეძლო თავიდან აერიდებინა, რომ თურმე ზელენსკი და სხვა პოლიტიკოსები თავიანთი უპასუხისმგებლობით არიან დამნაშავეები ამ ომის გაჩაღებაში.
ამ ხრივ ისინი არიან, რა თქმა უნდა, რუსული ძალა და ამ მიმართულებით ისინი ყოველთვის კრემლის ინტერესებს ახურებიან ხოლმე, თუმცა მეორე მხრივ, რადგან საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის უბრალოდ ანტისაოკუპაციო განწყობილებების მქონე, იმის გამო რომ საქართველო გარკვეულ ფორმატებში არის საერთაშორისო ინსტიტუციებში, რომელიც არის დასავლური ინსტიტუციები, ამ მიზეზით ისინი გარკვეულ ქმედებებში არიან ხოლმე თითქოს და კონსტრუქციულები და ცდილობენ ხოლმე იმის წარმოჩენას, რომ ჩვენ რუსები როგორ ვართ, აგერ ამას მოვაწერეთ ხელი. ოღონდ ეს დღეს არ ხდება, ამის თქმა მინდოდა, ეს ერთი წლის წინაც ხდებოდა მსგავსი რაღაცეები, ორი წლის წინაც ხდებოდა და არსებობს კონკრეტული თუნდაც მათ შორის საერთაშორისო ინსტიტუციები, რომელსაც იშველებენ ხოლმე. ხო, აი ჩვენ გაეროში მივეცით ხმა უკრაინის სასარგებლოდ იძახიან ხოლმე, მე ევროსაბჭოში მივეცით ხმა. ანუ ასეთი არგუმენტაცია ივანიშვილს სულ აქვს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა ერთი მხრივ ამას აკეთებ და მეორე მხრივ იმას ვაკეთებ, რასაც საუბრობდი, ამ რუსულ ინტერესებისთვის სასარგებლო ქმედებებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ფაქტორი გადაწონის აი მეორე მხრივ საქართველოს დიქტატურის დამყარებას, რუსეთზე ეკონომიკის მიბმას და რუსეთის რიტორიკის კოპირებას საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ. კონტექსტში ქართული ოცნების და რუსეთის ურთიერთობების შევაფასოთ გუშინ ჰააგაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით მაკა ბოჭორიშვილი გამოვიდა, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ, ისე როგორც საკმაოდ კრიტიკული იყო რუსეთთან მიმართებაში. მან თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანას და მის მოსახლეობას მიადგა უსამართლო ომის შედეგად, თუმცა ახლა ბოჭორიშვილის სხვა მესიჯზე მინდა კითხოთ, მან თქვა ისიც, რომ საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული რჩება. აი, რა დატვირთვა აქვს იმას, რომ ქართული ოცნება არც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას ფაქტობრივად ყოველდღიურად უსვამს ხაზს და ამავე კონტექსტში მოდით მოსკოვში გუშინ გაკეთებული განცხადებაც ვახსენოთ. რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ კალუგინი ამბობს, რომ მოსკოვის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული იმ პირობით, თუ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში ხურდაფული არ გახდება. აი, როგორ შეიძლება ესე ვთქვათ, შეფასდეს გზავნილების ერთგვარი გაცვლა-გამოცვლა ქართულ ოცნებასა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის და ამასობაში ხომ არ გააქტიურდა და მოხშირდა განცხადებები საქართველოს-რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობის თაობაზე. ხო, ამისკენ დიდი ხანია მიიწევს ივანიშვილი, სწორედ რომ ამ მიმართულებით იყო გაკეთებული განცხადება წინა საარჩევნოდ, რომელმაც უდიდეს გამოხმაურება ჰპოვა ქართულ საზოგადოებაში ბოდიშის მოხდას გულისხმობ ოკუპანტების მიმართ. ამის შემდგომ იყო გადადგმული სხვა ნაბიჯებიც, გულისხმობ წულუკიანის ეგრეთ წოდებული ხალატის კომისიის საქმიანობას, როდესაც ისინი პირდაპირ ცდილობდნენ ქართული სამხედრო ძალების და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დადანაშაულებას აგვისტოს ომის მიმდინარეობაში ჩადენილ თურმე გადასტომებში და დანაშაულებში, რაც რა თქმა უნდა იყო რუსების მაამებლური ნაბიჯი. მათ შორის ისინი ცდილობდნენ, რომ ფაქტობრივად სამართლებრივი საფუძველი შეექმნათ პოლიტიკური მანევრირებისთვის კრემლის, იმიტომ რომ მალევე იქნა გამოყენებული მათ შორის უმაღლეს ტრიბუნაზე, გაეროს ტრიბუნაზე რუსული მხარის მიერ, რომ აი აგერ ქართველებიც აცხადებენ იმას, რასაც ჩვენ საუბრობდითო და გამოყენებული იქნა ქართველების განცხადებები იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია შეეძინოს იმპერიულ აგრესიულ ქმედებებს რუსეთის. ამიტომ საერთო კონტექსტში რა თქმა უნდა ეს გულისხმობს იმას, რომ ივანიშვილი ცდილობს, რომ ძირითადი მიმართულებებით უკან დაიხიოს, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰქონდეს ანტიეროვნული პოზიცია, მათ შორის საგარეო პოლიტიკა გააუქმოს, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან გააუქმა კიდევაც, ისეთი რაღაცები გააკეთა, რომ ამერიკას გააუქმებინა, ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და ამიტომ ეხლა მზად იყო ის რუსეთთან ურთიერთობის დაალაგებისთვის. თუმცა აქ არის საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას გუშინ შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა ჟურნალისტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრევად, თუმცა ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. აი, რატომ არის ეს პასუხი არასწორი? აი, რას ერჩით და რას უწურებთ? არა, ეს სხვა კითხვას ვისვამთ მანამდე. ეხლა თუ ეს კითხვა დამეშვით, ტერიტორიულს სურს ნორმალიზება რუსეთთან, მაგრამ ამის წინაპირობას ასახელებს და ეს წინაპირობა გადის ტერიტორიულ ეს არ ვიცი, იგივე წარმატებით, იგივე განცხადება აქვს გაკეთებული რამდენიმე დღის წინ მეც. ანუ ის რომ მაგალითად რომელიმე განცხადებაში ოცნება შეიძლება ტერიტორიულ მთლიანობას პრიორიტეტულად ხდიდეს, ხო? ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ყველა განცხადებაში ოცნების პრობლემა უნდა დავინახო, ხო? ამ კონკრეტულ განცხადებაში რა უნდა ქონდეს საწინააღმდეგო, რომ თუ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპი არ იქნა დარღვეული, რა თქმა უნდა შეიძლება გარკვეული ტიპის ოღონდ იმ შემთხვევაში თუ აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ამ ხრივ დევნილებს დააბრუნებს. მე ყოველთვის ამაზე ვსაუბრობ. ეს განცხადება ამ კუთხით შეიძლება იქნას, ხო, აქმული. თუ ამ კონკრეტულ განცხადებას მეკითხებით, მაგრამ მე გეუბნებით ოცნების პოლიტიკაზე, იმიტომ რომ შეიძლება ერთი კონტექსტად ამოგლეჟილი განცხადებით ვერ განესაზღვროს ხო ქვეყნის პოლიტიკა, ხო? თუ მე საუბრობთ ოცნების პოლიტიკაზე, გეუბნებით რა არის საგანგაშო.
და ძალიან ბევრი ფაქტორი ვთქვი და ეს არის ეროვნული ინტერესების პირდაპირ ასე ვთქვათ დაზიანება, ხო? ერთი მხრივ ოკუპატისთვის ბოდიშის მოხდა, თურმე იმის თქმა, რომ ჩვენ რაღაც მხრივ დანაშაულები ვართ იმ ეთნოწმენდაში, რომელიც საქართველოში მოეწყო და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში აგვისტოს ბარბაროსულ აგრესიაში რუსეთის, მათ შორის იყო გადადგმული ნაბიჯები ისეთი მიმართულებით, რომ ჩვენ დასავლეთისგან ფაქტობრივად ჩამოშორებულები აუგოშთით, დაუჭით რუსული ძალის ამარა, ისე რომ ფაქტობრივად დამაბალანსებელი ფაქტორი აღარ გვაქვს, ეს პოლიტიკა არის დამანგრეველი და როცა ნორმალიზაციაზე ვსაუბრობთ, ოცნების განზრახვა ნორმალიზაცია იყო, მაგრამ იყო ნორმალიზაცია არა ეროვნული ინტერესების ხელყოფის ხარჯზე უნდა მომხდარიყო, როგორც მე ვსაუბრობ, არამედ აი იმ მოდუსით, როგორცაც ამ განცხადებაში თუნდაც შეიძლება წავიკითხოთ, ხო? ანუ ესეთი მტკიცე ერთი ეს კოდექსთან დამოგლეჯდა და ერთი განცხადება რო არ იყოს და ეს რო იყოს პოლიტიკა ივანიშვილის, ხო, არც თქვენ გექნებოდა პრობლემა, აი ესე უხეშად ვიძახი და არც საზოგადოების დიდ ნაწილს არ ექნებოდა თავის დროზე პრობლემა, ხო? მაგრამ მთლიანობაში ეს პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიდის, აქედან გამომდინარე, მათ შორის აყენებს, რა თქმა უნდა, ესეთ საკითხს, რომ ივანიშვილის პოლიტიკა რუსეთის მიმართ არის არასწორი, იმიტომ რომ ყველანაირად ცდილობს, რომ არა, იცი რატომ რომ დავასრულო და შეიძლება სტრატეგიულად ის ცდილობს რომ თითქოს და ყველაფერი ქნას იმისთვის რომ ნორმალიზაცია მოახდინოს ურთიერთობებს, მაგრამ რუსეთისგან მოდის ერთი და იგივე პასუხი. აი ამაშია პრობლემა. მიხვდით? ჩვენ ამაზე ვისაუბრობთ ამ ხალხს, რომ ეს ხო არაერთხელ ვცადეთ. რუსეთს ხო არაერთხელ დათქვამი აქვს, რომ თქვენ გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში, თქვენ გეოპოლიტიკურ არჩევაში ჩვენ არ ვცვლით, ჩვენ ახლა ყოფახიძე რაც განაცხადებს, ამის მიხედვით პუტინის რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება, მარტივად რო ვთქვა. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დასავლეთთან ურთიერთობების გაწყვეტა იმის იმედად, რომ აი რუსეთმა შეიძლება რაღაც კეთილგანწყობილი პოლიტიკა აწარმოოს, არის აბსოლუტური სიბეცე. ამიტომ ვამბობთ, რომ და ამიტომ ამბობდა მათ შორის ამას ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების დროს დოკუმენტი, ხო, სასანქციო, რომ ივანიშვილი ამას გამიზნულად აკეთებს. შეუძლებელი ივანიშვილს აღქმული არ ხონდეს. ამიტომაც არის რომ მისი განცხადებები, ხო, მისი გუნდის განცხადებები, უბრალოდ ახლა იმის გამოძახილია, რომ ეს ხალხი რუსებთანაც ბოლომდე ვერ ლაგდება. მე ამას პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ რუსებთან მათ ამ პოლიტიკის მიზანი იყო ის, რომ გარკვეული რაღაცა ბარტყი გადმოეგდო რუსეთს. არ ვიცი ახლა ეს რა ბარტყი იქნებოდა, ამის ახლა წინასწარმეტყველება არ მინდა. თუმცა რომ ჩაასვდა ფაქტია, რომ რუსეთი ამაზეც არ არის თანახმდა და ჩვენ ამას წინასწარმეტყველებთ, ამაზე ვამბობდით. რაც არ უნდა მტრად მოეკიდო დასავლეთს, რაც არ უნდა აგრძელო ოპოზიცია, რაც არ უნდა რუსეთისთვის სასარგებლო და საჭირო პოლიტიკური სისტემა დააფუძნოს საქართველოში, სადაც აქციები არ შეიძლება და რუსული რეჟიმი მართლა ამაში ხო გამოიხატება. მაინც რუსეთისგან ვერანაირ ხელის ვერ ეგრისები, ვერანაირ ხელისუფლებაში. რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობას, აი ბრიუსელზე ვისაუბროთ პირველ რიგში და მე ცალკე ამერიკაზე ევროპული ინსტიტუტების ლიდერშიპის მიმართ, იცით რომ კვლავ ბევრი პრეტენზია აქვს ქართულ ოცნებას. ამ დღეებშიც არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენის, ისე კაია კალასის და მარტა კოსის მისამართით. უმრავლესობაში გუშინისიც კი ითქვა, რომ ისეთ ევროკავშირში შესვლა, სადაც ეს ადამიანები არიან წამყვანი ფიგურები, თავად საქართველოს არ სურს, რომ 2023 წლისთვის, როცა წევრობისთვის მზად იქნება ჩვენი ქვეყანა, ოცნებაში იმედოვნება, რომ აღარ იქნებიან აღარც ურსულა ფონ დერ ლაიენი, აღარც კოსი და აღარც კალასი. აი თქვენი აზრით როგორი იქნება საქართველოს და ბრიუსელის ურთიერთობა რამდენიმე წლის შემდეგ თუ კი ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩენას შეძლებს და აი კიდევ ერთხელ რამდენად არიან ასე ვთქვათ ევრო ბიუროკრატები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის დაპაუზების მიზეზი. არ ვიცი, როცა ქვეყანაში დემოკრატიული უფლებები არის ფეხბურთს გათელილი, დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ადამიანებს არათუ გზის გადაკეტვა, არა ტროტუარზე დგომაც კი ეკრძალებთ. ანუ თავარი ერთ-ერთი კონსტიტუციური უფლება რაც არის, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები შევიკრიბოთ ყველა და ეს კონსტიტუციაში წერია, ხო? უიარაღოთ აბსოლუტურად ყველას ნებართვის გარეშე შევიკრიბოთ და გამოხატოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, გამოხატვის თავისუფლების, ხო? ამ უფლების შეზღუდვასთან როცა გვაქვს საქმე, როცა ქვეყანაში პროცენტულად გვაქვს რუსეთზე უფრო მეტი პოლიტიკური პატივარი, პროცენტულად ადამიანის მოსახლეობის გათვალისწინებით, ხო? როდესაც საქართველოში ნებისმიერი კანონპროექტის მიღების დროს ხალხი იწყებს ფიქრს, რომ რომელი სამოქალაქო პოლიტიკური უფლების შეზღუდვასთან გვაქვს ადგილი, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, თავისუფალი მედია საშუალებები და არასოთრ ორგანიზაციები განადგურების პირას არიან მისულები აი ამ პოლიტიკის წყალობით, ხო? ეხლა ევრობიუროკრატი რა შუაში ამ ყველაფრის გათვალისწინებით. ამ ყველაფერში დამნაშავე არის ოცნება. ევროკავშირს აქვს თავისი წესები. ყველამ კარგად იცის, აი სოფლიოში არ არსებობს კუთხე, არ არსებობს ქვეყანა, არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს, რომ თუ სამოქალაქო პოლიტიკური თავისუფლებები არ გაქვს უზრუნველყოფილი, ვერანაირ კონტექსტში ვერ იქნება განხილული ევროკავშირთან მიმართებაში. ეს რა ევრობიუროკრატების პრობლემა კი არ არის, ეს არის ივანიშვილის პრობლემა. ამიტომაც ბიუროკრატები შეიძლება შეიცვალონ, ბიუროკრატები შეიძლება შეიცვალონ, თუნდაც რაზეც არის საუბარი.
და ბიუროკრატები რა უბრალოდ ხელმძღვანელი პირებს ბიუროკრატებს ახლა სპეციალურად იძახიან ხოლმე ხო რომ თითქოს აი ბიუროკრატია და უნდათ რომ რაღაც ხალხის თვალში წარმოაჩინონ რაღაც უფრო უარყოფით კონტექსტში ხო სინამდვილეში ეს ადამიანები რომლებიც არიან თავმჯდომარეობის არჩეულები და ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია აქვს ხო ახლა ურსულა ფონ დერ ლაიენი რამდენი წელია უკვე ამ თავმჯდომარეობაში ეს ადამიანები შეიძლება წავიდნენ კიდევ რა თქმა უნდა ხა ევროკავშირია და ივანიშვილივით მარადიულად ხელისუფლებაში ყოფნა თუნდაც ევროკავშირის ინსტიტუციებში არავის არ სურს და 5 წელიწადში შეიძლება უმეტესობა რა თქმა უნდა ბუნებრივად აღარ იყოს იმ თავმჯდომარეობაზე მაგრამ ევროკავშირის პოლიტიკა ვერ შეიცვლება ხალხის განწყობებს რაც შეეხება ქართულ ხალხს გულისხმობ ბუნებრივია ხა იცით რომ ამ დღეებში გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ზუსტად მისი განცხადების გამო მოექცა ქართული ოცნების კრიტიკის ქარცეცხლში განცხადების გამო სადაც მან თქვა რომ ქართული ოცნება არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის სურვილს და შალვა პაპაშვილის პასუხსაც ალბათ მოისმენთ მარტა კოსი გაგნებაში არ არის რა უნდა ქართულ ხალხსო ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკომისარს ხა მართლაც ბოლო 1 წელია ჩვენ პროტესტს ვხედავთ ქართული ოცნების პოლიტიკის მიმართ თუმცა მოდით დავსვათ ეს კითხვაც ეს არის საზოგადოების მხოლოდ ერთი ჯგუფის პროტესტი თუ საპროტესტოდაა განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილი ანუ აი პაპუაშვილის სიტყვებით რომ დავსვათ კითხვა ხალხის განწყობებთან მიმართებაში გაგნებაში არაა ვინ ქართული ოცნება თუ ბრიუსელი ან პირიქით ბრიუსელი თუ ქართული ოცნება აი სინამდვილეში ორივე გაგნებაში არის ქართული ხალხის სურვილებთან დაკავშირებით უბრალოდ ივანიშვილის სურვილი არის სხვა ქართული ხალხის სურვილი არის იცხოვროს დასავლურ ცივილიზებულ სამყაროში ცივილიზებული წესებით. ივანიშვილს ეს არ აწყობს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საარჩევნო სასამართლო სისტემა იქნება დამოუკიდებელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ციხეებში კი არ იქნებიან თავისუფლებაზე და მის ძალაუფლებას შეექმნება ეგზისტენციალური საფრთხე და არათუ შეექმნება, არამედ მოუწევს თანამდებობის ხელისუფლებიდან წასვლა. ამიტომაც არის რომ ის რეპრესიულ და ავტორიტარულ პოლიტიკას ატარებს. და ევროკავშირის მათ შორის გაფართოების საკითხებში ხელმძღვანელი პირის ეს განცხადება უნდა იქხას ახმული აი ამ მიმართულებით რომ მათ კარგად იციან არსებობს რაღაც უამრავი სოციოლოგიური კვლევა არსებობს უამრავი საპროტესტო აქციაც ხო და გამოსვლად სადაც ნათლად ჩანს რომ მოსახლეობის კრიტიკული უმრავლესობა არის ცივილიზებული სამყაროს წესებით ცხოვრების მომხრე და არ სურთ ისეთი ცხოვრების წესით ცხოვრება როგორც სამწუხაროდ არიან ავტორიტარულ სახელმწიფოებში ხო ბელორუსი მაგალითად შეიძლება მოყავთ რა თქმა უნდა აბსოლუტურად იდენტური ვერ იქნება საქართველოსთან იმიტომ რომ ბევრი განმასხვავებელი სოციალური პოლიტიკური თვისება არსებობს და ეკონომიკური და ბევრი სხვა ფაქტორი ისტორიული მაგრამ ნუ აი ავტორიტარული სახელმწიფო სადაც ადამიანებს არ აქვთ პროტესტის უფლება ოპოზიციას არ აქვს შანსი რომ არჩევნებში მოიგოს აი ამ ქვეყანას აშენებს ივანიშვილი ეს ხო ცხადია ჩვენ როცა ვსაუბრობთ ევროპულ ინტეგრაციაზე ივანიშვილს სურს რომ მარტო ეს ჩარჩო იყოს რა როცა ჩვენ ვსაუბრობთ რომ თითქოს და მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაციაზეა საუბარი სინამდვილეში ეს ასე არ გახლავთ ევროკავშირში ინტეგრაცია რო იყოს ერთ პრობლემა მე ხა შეიძლება ვიღაცისთვის ცოტა ისეთ რაღაცას ვიძახდე მარტო ეს პრობლემა რო იყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ნეტავი მარტო ეს პრობლემა იყოს სინამდვილეში ჩვენ გვაქვს უაღრესად სისტემურ პრობლემასთან საქმე როდესაც საქართველოში სახელმწიფოებრიობა არის განადგურების პირას როდესაც ქვეყანაში იმდენად ხდება კონსტიტუციური უფლებების ფეხქვეშ გათევა, თავისუფლებების ფეხქვეშ გათევა, რომ სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნაზეა საქმე. თორემ მარტო ევროპული ინტეგრაციის პროცესი რო იყოს და გეოპოლიტიკური ბჭობა რო იყოს ქვეყანაში, რომ ახლა ევროკავშირში გავწევრიანეთ, თუ მე რა თქმა უნდა მაინც ევროკავშირში გავწევრიანების მომხრე ვიქნებოდი და ამ თემაზე ვისაუბრებთ, მაგრამ არ იქნებოდა ასე ტრაგიკულად და ასე მძიმედ საქმე. სინამდვილეში ივანიშვილს სურს, რომ აი ეს დაპირისპირება მისი დასავლურ სამყაროსთან და ოღონდ პირველ რიგში ქართულ ხალხთან წარმოაჩინოს როგორც აი რაღაც გეოპოლიტიკური ჯახი, ამიტომაც შემოაქვს ამ ჯახში deep state-ი, გლობალური ომის პარტია, ევროპელი ბიუროკრატია, სინამდვილეში პრობლემა არის მარტივად. ამ კაცს არ უნდა თავისუფლება საქართველოში, იმიტომ რომ იცის რომ თუ კრიტიკული იმდენად მოაკლდა ელექტორალური მხარდაჭერა და იმდენად მის წინააღმდეგ არსებობს უდიდესი პროტესტი საზოგადოების ყველა ფენაში. ნუ კარგად ესმის რომ ოდნავაც რომ მოუშვას ჭანჭიკები, ოდნავაც რომ ოპოზიციურ სპექტრს შეეძბოს პოლიტიკური საქმიანობა, ოდნავადაც რომ თავისუფალ მედიას ჰქონდეს, აი მარტივად რო თქვა 2019-18 წლის მდგომარეობა რო დააბრუნოს ქვეყანაში, ესე უხეშად რო თქვა, ხო 21 წლისაც კი ამ შემთხვევაშიც კი დაგარგავს ძალაუფლებას, იმიტომ რომ ქვეყანაში უკვე ყველა სოციალურ ჯგუფში არის ბაცილა, ანტიივანიშვილისეული ბაცილა შესული, იმიტომ რომ ამ ხალხს ახლა უკვე ამოუვიდა ყელში, ხო ახლა ეკონომიკაზე რო ვსაუბრობთ, გასაგებია რომ ხალხი ნაწილი მდიდრდება, კეთილდღეობით თითქოს და ამდენი ფული შემოდის ქვეყანაში, მაგრამ ეს ფული არ ილექება საზოგადოებაში, ხო? ემიგრაციაში უწევს მაინც ხალხს გახიზნა, ხალხს არ მოწევს ის რომ მაგალითად ბათუმში რუსები დაეპატრონეს
პატრონი უძრავი ფონდების უდიდეს ნაწილს, არ მოწონს ის რომ ემიგრაცია არის მათ შორის უკონტროლო, არ მოწონს ის რომ კლავინდებურად მიუხედავად ამ ხელა ფინანსური ნაკადების შემოსვლისა მილიონზე მეტი მოქალაქე ისევ სოციალური დახმარების მიღებას ლამობს და არ მოწონს მარტივი რაღაც რომ ეს ხალხი პირდაპირ ატყუებენ და შევარწყობას აყენებენ რომ აი მარტივ მაგალითს მოვიყვანე ერთი მხრივ ისინი იძახიან რომ მაგალითად რომ თურმე საქართველოში 1 კვადრატული მეტრიც მიწა არ დაგვიკარგავს, მაგრამ იგივე მეორევე დღესო გეტყვიან რომ აი მილიონი კვადრატული მიწა დაკარგვა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა. მე ერთხელ იტყვის ერთი რომ აი რა სად იყო კორუფცია ჩვენ დროს არ ყოფილა და იყო სააკაშვილის დროს და გამოვა და თურმე მთელი სამთავრობო კაბინეტი კორუფციაში იხჯობა და კონკრეტულ მტკიცებულებსაც თვითონ წარმოგვაჩენთ. ამიტომ აი ესეთი ქვეყანა რო შევაჯამო. მიუღებელია რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილისთვის რა თქმა უნდა. ამიტომაც ეს კარგად იციან და სურთ რომ თითქოს და მხოლოდ ერთი მიმართულებით რომ აი deep state-ი გვებრძვის, ეს არის პრობლემების სათავე. ამ კონტექსტში ვისაუბროთ იმაზეც, რაშია გამოსავალი და სად უნდა გადაწყდეს ქვეყნის ბედი, მაინც ქვეყნის შიგნით თუ უმეტესად მაინც დასავლეთში და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით და ამ კონტექსტში მოდით კითხავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენი პარტიის ლიდერების ვიზიტზეც, ახლახან შედგა ხო ეს ვიზიტი პარტიის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, თინა ბოკუჩავამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ლევან სანიგიძემ არაერთი შეხვედრა გამართეს, მათ შორის აუდიენციები შედგა სენატისა და კონგრესის წევრებთან. აი, შეგიძლიათ გითხრათ, რაზე საუბრობთ დასავლელ პარტნიორებთან და რა არის ის ნაბიჯები, რასაც ამერიკელი პოლიტიკოსებისგან ითხოვთ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. ამ კონტექსტში უნდა ვახსენოს სწორედ ლევან სანიკიძის განცხადება, რომელიც არა ქართული ოცნების, არამედ თვით ოპოზიციური სპექტრის კრიტიკის საგანია განცხადება, რომელშიც ლევან სანიკიძე ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის მნიშვნელოვანი ბერკეტი 70% წყდება გარეთ, ხოლო დანარჩენი 30 ქვეყნის შიგნით. სხვა შორის სანიკიძემ თქვა ისიც და ესეც უთხრათ მაყურებლებს, რომ ნაციონალური მოძრაობა საგარეო ველზე მუშაობისას იყენებს მიხეილ სააკაშვილის კონტაქტებს. ამ კონტექსტში კითხვა, რომელიც პრინციპში უკვე დაგისვით, საქართველოს ბედი წყდება ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით? რა თქმა უნდა, ყველანებისმიერ განცხადებას შეიძლება მოაბა ასე ვთქვათ ყუდი და ისე გამოვიდეს, რომ თითქოს და ეს ადამიანი თulis რომ საქართველოში ჩვენ ქვეყნის ბედი არ წყდება, ამ შემთხვევაში როგორც ინტერპრეტაცია მისა ოცნებამ და მისა ინტერპრეტაცია ოპოზიციის ოღონდ იმ ჯგუფმა, რომელიც მუდმივად ჩვენ წინამდე გაკეთებს განცხადებას, იქ ლევან სანიკიძე გამო არ გამო ამის მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხალხი მაინც ყოველდღიურად ჩვენი პარტიის ლამძღვაში არის. რაც შეეხება სხვა ნაწილს, საზოგადოებას მე არ შემოხვედრია იმ ნაწილში, რომელიც ყოველდღიურად არ არიან ჩვენ წინამდე მომართულები. ეხლა რო ვთქვა ამ განცხადებაზე ძალიან კონკრეტულად ლევანმა რა იქონდა მაშინ ლევანს ხედველობაში თუ ის პოზიციას არა ვწდე მე ვიცი კაცო ლევანი ხა ჩემი თანაგუნდელი გახლავთ მეგობარი და ვიცი რას ფიქრობს მისი აზრი გახლავთ ძალიან მარტივი როგორც ალბათ უმეტესობის აზრი იქნება რომ საქართველოს კი არა მთელი ევროპის ბედი წყდება უკრაინაში ხო თუ რუსეთმა ამ აგრესიული ქმედებებით გარკვეული ასე ვთქვათ ბენეფიტები მიიღო და დასავლურმა სამყარომ თავისი სიცოცხლის უნარიანობა და სიძლიერე არაჩვენა რაც ასე არ იქნებათ მე ამის ხელმარწმენა მაქვს და ნუ ჯერ ესეთი პრაგმატულადაც მაქვს ამის მოლოდინი ამ შემთხვევაში რა ვიცი ფრიდრიხ მერცი საუბრობს ხოლმე რომ გერმანიის ბედი და ევროპის ბედი წყდება დღეს იმ კონფლიქტის მოგვარებაში რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს ხო ამიტომ როცა ცივილიზაციურ ჯახსთან გვაქვს საქმე და აი ამ ხელა გეოპოლიტიკურ პროცესთან გვაქვს საქმე იქ ხო მარტივად რა თქმა უნდა საქართველოს დიდწილად იქნება აი ამ გავლენის ქვეშ თუმცა საქართველოს ბედი წყდება საქართველოში ამაზე სხვა აზრი ლევან სანიკიძეს არ გააჩნია უბრალოდ მისი განცხადების თავარი ესე ვთქვათ აზრი ის იყო რომ როგორც საქართველოს ის ევროპის სხვა ქვეყნების იმიტომ რომ ჩვენ ევროპის ნაწილად აღვიქვამთ ჩვენ თავს ხო მე მგონი ალბათ ყველა ესე აღვიქვამთ დიდწილად არის ევროპის ბედი დამოკიდებული იმაზე თუ რა მოხდება უკრაინაში როგორ მოგვარდება ეს კონფლიქტი და რა იქნება საბოლოო შედეგი ამაზეა საუბარი თორე არა იმაზე რომ საქართველოს ყოველთვის ქართული ხალხი წყვეტდა ბედს ხო ეხლა 2013 წლის ვარდების რევოლუციის დროს თუ იმის გონია რომ რა ვიცი ამერიკის ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური აქტორის დიდი ნება და მხარდაჭერა არსებობდა კონკრეტული რევოლუციური პროცესი ძალიან ცდება მე შევახსენებდი საზოგადოებას ამერიკის ელჩის იმ დროინდელ პოზიციას ხო პიროვნების რომელიც რბილად რომ თქვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ იყო არასოდეს კეთილგანწყობილი ხო პირიქით წერდა ნაციონალურობის წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის მათ შორის წინააღმდეგ პასკვილებს იმის შემდგომ რაც ელჩის თანამდებობიდან გადადგა. ანუ მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატების ადგილზე საელჩოს ხარდაჭერაც არ ქონია იმ პროცესს, ამიტომ ჩვენ როცა საუბრობთ აი ამ პოლიტიკურ პროცესზე, პირდაპირ ვიტყვი რომ შეიძლება ქვეყანაში ისე შეიცვალოს პოლიტიკური ხელისუფლება, თუნდაც რომ არც ერთი დიდი აქტორი არ იყოს ამაზე დაინტერესებული. საქართველოს ბედი წყდება საქართველოში, მაგრამ მთლიანობაში ევროპის კონტინენტის ბედი, საერთაშორისო სამართალი იქნება თუ არა ისეთივე
ასე ვთქვათ, დაცული, საერთაშორისო სამართალს ექნება ისეთივე ძალა თუ არა, როგორც ქონდა წინა წლებში, რა გეოპოლიტიკური მოცემულობა იქნება, რა ალიანსები იქნება ჩამოყალიბებული, რა ძალის პროექცირება იქნება რეგიონში, მათ შორის ეს რა თქმა უნდა წყდება, მათ შორის უკრაინაში, ხო პირველ რიგში. ამიტომაც ამაზე ხო დამოკიდებული არ ვართო, რო ვთქვა და ჩვენ გლობალური სამყაროს წევრები არ ვართ, ხო ხა ეს ასე არ გახლავთ. და ყველაფერს თავი დაანებოთ, ივანიშვილი მიდან მიბმული არის კრემლისგან წარმოსულ ინსტრუქციებზე და კრემლის ასე ვთქვათ, ბრძანებებზე, რომ რა თქმა უნდა კრემლის და რუსეთის სუდად ყოფნა და კარგად ყოფნა, მათ შორის პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე. ეთი ირაკლი ბოლოს კიდევ ერთი საკითხი და ამ დაგმშვიდობებით გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატები ითხოვენ აი BBC-ს სკანდალური ინფორმაციის გათვალისწინებით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლისას გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონების შესწავლის მიზნით პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ხა ამ საკითხს პარლამენტში დღეს განეხილავენ, ოცნება წინააღმდეგია და დიდი ალბათობით ინიციატივა ჩავარდება კიდეც, თუმცა მოკლედ გახარიას პარტია ჯიუტად ითხოვს ამ საკითხმა შესაბამისი პროცედურები გაიაროს. რამდენად სწორად იქცევიან პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ასე ჯიუტად ლობირებენ, ზოგადად რამდენად ეთანხმებით ამ ინიციატივაში და ბარემ ისიც გითხარით, როგორ აფასებთ პარლამენტში უშუალოდ გახარიას პარტიის და აი ამ ძალის წევრების დეპუტატების საქმიანობას. ნუ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხალხი შეიძლება დავამშვიდოთ, როგორც 20 ივნისზე დადგა კონკრეტული შედეგი საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში, ისე დადგება აუცილებლად ამ ნოემბერ-დეკემბრის ბარბაროსულ დარბევაზეც, რაც შეეხება მათ აქტიურობას, ეს რა თქმა უნდა ცოტა ტრაგიკომიკურ ხასიათს ატარებს, ალბათ მთელი აბსოლუტურად საპროტესტო ელექტორატისთვის და ზოგადად მოსახლეობისთვის. არა, იმიტომ რომ ხა არ ვიცი, პარლამენტში აყენებდე, რომ ხოცემა გამოიძიონ საკუთარი თავის დანაშაული და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდე იმ ადგილას, სადაც ვიცით რა ხდება ბოლო ერთ წელს მანძილზე და რა კანონებსაც იღებენ და რა განწყობებიც აქვთ. ეს ხო ყველამ იცის, რომ ანუ აბსოლუტურად უშედეგო გახლავთ და ყველამ იცის, რომ ივანიშვილი საკუთარი თავის დანაშაულს არ გამოიძიებს, ხო? მათ შორის თავარი განცხადებები რაც კეთდება, სხვათა შორის აი რომ მოусვინოთ ხოლმე, ხო, საერთაშორისო ექსპერტების განცხადებას, მათ შორის და ევროპარლამენტარების განცხადებებსაც და რაღაც, ну, ჩვენ განცხადებაც იგივეა, იმიტომ რომ ეს ლოგიკა არის, ხო? შეუძლებელია დამნაშავემ და შესაძლო ბრალდებულმა გამოიძიოს საკუთარი თავის დანაშაული. შინაგან საქმეთა მინისტრი იყოს ბრალდებული გარკვეულ ქმედებაში და ეჭვირო იყოს მასე და მან რომ გამოიძიოს თავის დანაშაული. ივანიშვილის თელი ხელისუფლება არის ბრალდებული იმაში, რომ ესეთი რამ მოხდა და მე ამის ლეგიტიმაციას ახდენენ. ამიტომ ძალიან მარტივად არის საქმე სინამდვილეში. ჩვენ აქ უნდა მოვითხოვოთ საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუციების ამოქმედება და კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ დროს უნდა ჩაიწყოს. კი, არა, ამ თემაზე ვიცით, რომ მათ შორის დაიწყეს მუშაობა და ჩვენ საუბრობდით ხო იმ კონკრეტულ საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებზე. ეს არის მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგამოძიებო კომისია, არის მათ შორის ჰააგის პროკურორის სპეციალური განჩინების საფუძველზე შეება მსგავსი ტიპის кейსები, როცა არსებობს ხოლმე იწყება ხოლმე სამართლებრივი მოქმედებები და გამოძიება მსგავსი საქმეების და მოკლედ 4-5 ინსტიტუცია არსებობს და მექანიზმი არსებობს, რომელსაც აქვს კომპეტენცია მსგავსი საქმეების გამოძიების. და ეხლა ასეთი ვერ იქნება ყველამ კარგად ხვდებით ივანიშვილის ეგრეთ წოდებული პარლამენტი და ყველა არ ვიცი ხა ვინმე არსებობს, ვისაც ჯერა რომ გამოჯერს ამ კომისიას შექმნიან, მე ეს კომისია რამეს იძამს და მართლა პროდუქტიული ხო არავის არ ჯერა ამას, ეხლა ვაბის თუ ვინმე დამიდგება და მეტყვის გახარიას გუნდის გარდა რომ ეს რეალურია, მე ამჯერა რომ ესეთ ადამიანი არსებობს. მადლობა ირაკლი იმისთვის რომ მოხვედით და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ირაკლი ფავლენიშვილს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერდება, ასე რომ დაგვერდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება კიდევ ერთი სტუმარი, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თენგო კირთაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო თენგო და მადლობა რომ შემოგვედით. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ბატონო თენგო, აი მოდით დავიწყოთ ბრიუსელში ქართული ოცნების მისამართით გაკეთებული მორიგი განცხადებების შეფასებით და ამჯერად საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის კომენტარი მას გუშინ ბრიუსელში ქართულმა ჟურნალისტმა, რუსთავის ჟურნალისტმა კითხა, რატომ აკრიტიკებს
მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელი მაშინ როცა რიგ საკითხზე თბილისის მსგავსად ასე ვთქვათ კრიტიკული პოზიციები აქვს ვაშინგტონს და როცა რიგ საკითხზე თბილისის და ვაშინგტონის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე კაია კალასის პასუხი ძალიან მარტივი იყო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განმარტა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსგან განსხვავებით არ უნდა ევროკავშირის წევრობა. აი რა სახელი შეიძლება დაერქვას ამ ასე ვთქვათ კითხვა-პასუხს და ერთგვარ ალბათ პოლიტიკურ პინგ-პონგს რომელსაც ადგილი აქვს ამ შემთხვევაში კონკრეტული მედიის ხელით თუ გამოყენებით ქართულ ოცნებასა და ბრიუსელს შორის და მეორე მხრივ აი ამ ვითარებას საით მიყავს ჩვენი ქვეყანა. კითხვა რა თქმა უნდა ტრადიციული ფარისევლობაა ქართული ოცნების პროპაგანდის და სიცრუე ამჯერად ზოგადად ახასიათებთ ხოლმე ევროპელ დიპლომატებს, ფუნქციონერებს, პოლიტიკოსებს ცოტა არამკაფიო პასუხები, მაგრამ ძალიან მკაფიო, მოკლე ლაკონური პასუხი მიიღო, რაც არის შინაარსობრივად, რა თქმა უნდა, სწორი ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპის კავშირში გაწევრიანების განაცხადი არასდროს არ შეუტანიეს, მისი მიზანიც არ არის, მათ განსხვავებული სტრატეგიული თუ ეკონომიკური ინტერესები გააჩნიათ, თუნდაც იგივე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში, რომელიც ევროკავშირში სამართლებრივად გაცილებით დაბალია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ საქართველოში სიტყვის და გამოხატვის ამერიკული სტანდარტი ჰქონდა ამ 20 წლის განმავლობაში და რასაც ქართული ოცნება ცვლის, ანუ იმის მაგივრად, რომ თუ ეთანხმება კრიტიკას ამერიკის შეერთებული შტატების ევროკავშირის მიმართ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ანუ ფუნდამენტური უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მაშინ იგივეს თვითონ რატო აკეთებს, ხო ჩვენთან ეს სტანდარტი ხო გაუარეს და ანუ გააგრძელებენ იმ ხაზს, რომ დასავლეთი ამ შემთხვევაში კი ევროპის კავშირი და ზოგადად ევროპა გამოაჩინონ როგორც არა ჩვენი პარტნიორი, არამედ რომელიც არის მტერი და თითქოს ეს რაღაც მათი პოზიციები არ არის რაღაც რუსული პროპაგანდის და რეჟიმის პროპაგანდის გატარება, არამედ ზოგადად დასავლური ცივილიზაციის შიგნით არსებული დისკუსიის ერთ-ერთ ფლანგს წარმოადგენენ, რაც რა თქმა უნდა აბსურდია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, ანუ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს წირავს ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თვითონ ძალაუფლება და შემდეგ ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ყველაზე პატრიოტი ძალა ვართ, არა, ყველაზე საშინელი პოლიტიკური სუბიექტია, რაც საქართველოს ისტორიაში ყოფილა, რაც მე მახსოვს, ეხლა თუ ვიღაც ძალიან ცუდ მეფეს არჩევთ, მოღალატეს, რომელიც ღიად ღალატობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ესენი იმას მაინც ცდილობენ, რომ ეს ღიად არ გამოაცხადონ, არა და ბუნდოვანება შეინარჩუნონ და თითქოს მაინც იგივე დასავლურ წიაღში ინტეგრაციის სურვილი გააჩნიათ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს, რაც შეეხება ნულოვანი მოლოდინი მაქვს, რომ რაღაცა პოზიტივისკენ შეიცვლება, ჯერ კიდევ ნახევარწლიანი განცხადები რომ შევადაროთ, რაღაც ფანჯარას ტოვებდნენ, აი თუ მოხდება დემოკრატიული წინსვლა, მუკუსვლის, მინიმუმ მუკუსვლის აღმოფხვრა ასე შემდეგ შეიძლება არსებობდეს შანსი, მაგრამ უკვე ხა ცალსახაა განცხადება, რომ ქართული ოცნების პირობებში, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გამორიცხულია და ამიტომ არის ჩვენი ეროვნული ამოცანა პირველ რიგში შევცვალოთ ეს არადემოკრატიული და ავტოკრატიული რეჟიმი. აი როგორ უნდა შეცვალოთ ეს ხელისუფლება ამაზე ოდნავ მოგვიანებით, იქამდე აუცილებლად უნდა შევაფასოთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაც შეუერთდეს ევროპის საბჭოს ეგიდით საერთაშორისო კომისიის დაფუძნებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ჩადენილი საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზარალის დანაკარგვის და კომპენსაციის მოთხოვნებთან დაკავშირებულ საჩივრებს განიხილავს. აი მაკაბოჭორიშვილმა თქვა გუშინ ჰააგაში სწორედ აღნიშნული საერთაშორისო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე, რომ ტრაგიკულია რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ და რომ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს. უპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და მის მოსახლეობას მიადგა უსამართლო ომის შედეგად. აი რა გაქვთ სათქმელი იმაზე, რომ საქართველოს მიესალმება და მეტიც უერთდება უკრაინის ასე ვთქვათ დასახმარებლად საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის შემოღებისკენ გადადგმულ ნაბიჯს და ახლა მაინც თუ შეიძლება იმის თქმა, რომ აი ქართულმა ოცნებამ სწორი ნაბიჯი გადადგა, ისე როგორც მაკაბოჭორიშვილმა სწორი განცხადება გააკეთა, როცა თქვა, რომ რუსეთი როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებაში აგრძელებს საერთაშორისო ნორმების
ის უგულებელყოფას, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ხო, სინამდვილეში ესეც ყოილია, რასაც აკეთებენ ცუდი, ოღონდ ნორმალური დემოკრატიული, ანუ დემოკრატიული ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი, ეს მსგავსი ნაბიჯი იქნებოდა სწორი. ხო, რა თქმა უნდა შეუერთდება, რა უნდა გააკეთო, ხო, როდესაც ესეთი სახის ინტერვენცია და მსგავსი ტიპის ომი მიმდინარეობს 4 წლის განმავლობაში. ესეც ახსნათ მაყურებელს. ხო, რატომ უწოდებთ, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ქართული ოცნებისთვის ნებისმიერი ავტოკრატიისთვის და ისეთი ტიპის როგორც ივანიშვილმა აშენა ძალიან მნიშვნელოვანია ვერტიკალს გააჩნდეს საზოგადოებაში ასე თუ ისე საყრდენი, ხო? ეს ხო არ არის რეჟიმი, romlis წინააღმდეგ 99%-ია მოსახლეობის და უბრალოდ ხიშტებით ინარჩუნებს ძალაუფლებას, ხო? არ უნდა შევიყვანოთ საზოგადოება, იმაში სიცრუე ტყუილი არ უნდა მოყვეთ, ხო? ანუ გარკვეული საყრდენი გააჩნიათ, ეს საყრდენი, ანუ სტატუს კვო ამორჩევლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემა. ანუ ისინი საკუთარ მომავალს ხედავენ ევროპაში. ეს დაპირება გას საქართველოს ოცნებამ და მას პერიოდულად უწევს იმისათვის, რომ თავის დღის წესრიგს, ანუ მოსახლეობის მოტყუება, სტრატეგიული ბუნდოვანების შექმნა, ამას რო არ ჩამოშორდეს, პერიოდულად მსგავსი ტიპის ჭალებში მათი გადასახედიდან არაფრის მომცემ დეკლარაციებს უერთდება. ხო, გვახსოვს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რა იყო მათი პროპაგანდა, რომ ჩვენ როგორ ვართ პრორუსული ძალა და უკრაინის წინააღმდეგ როგორ პოზიციონირებთ, როდესაც ჩვენ გაეროში ყველა უკრაინის მხარდაჭერ ყველა რეზოლუციას დაუჭირეთ მხარი. ხა ეს არის მაგისტვის აკეთებენ ამას, ანუ მწვანი აქვს თანთებული მსგავსი ტიპის, იმიტომ კრემლშიც ესეთ დეკლარაციებს თუ გაეროს მსგავს ასამბლეებზე ხმის მიცემას არ უყურებენ ძალიან კრიტიკულად. ეს არ არის რაღაც უშუალოდ სამართლებრივი შედეგების მომტანი გადაწყვეტილება და ამიტომ ჩადიან მათთვის შესაძლებლობა ეს პროპაგანდამ გაასაღოს, რომ არ არსებობს პოლიტიკური იზოლაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს, ჩავიდა დეკლარაციას მოაწვა. სწორედ რომ იმ სტატუს კვო ამორჩევლის მოსატყუებლად რომ ეს კითხვა დაისვას. ნუ კითხვა რომ ხო მიუხედავად იმის რომ პრობლემატური ხელისუფლება ხო ხედავთ ბრიუსელში ჩადის, დენჰაგში ჩადის, ჩვენ დასავლეთ პარტნიორებს ელაპარაკებთ და გაცხადებულად აქვს მიზანი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც არ გაუქმებია, ხო ფორმალურად. ამისთვის აკეთებენ, ამიტომ ეს არის ასახსნელი, რომ სინამდვილეში მხოლოდ იმ ნაბიჯებს გამენ, სადაც რუსეთთან მიმართებით არანაირი მყისიერი სამართლებრივი შედეგი არ დგება, მათთვის ეს მტკივნეული არ არის, ამიტომ მწვანი აქვს თანთებული და ჩავა მოაწერს დეკლარაციას ხელს. რაც შეეხება იმას, როგორ და რა გეგმით უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, ხა ეს კითხვა კარგახანია ისმის, თვეებია, 1 წელზე მეტია და კიდევ უფრო მეტია ისმის, მაგრამ პასუხი ან არის ის, რომ ქართული ოცნების დამარცხებისთვის, ასე ვთქვათ, ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. ან ბევრი ისევ ოპოზიციური ერთობის აუცილებლობამდე მიდის, რაც თავის მხრივ ვერა და ვერ დგება. ერთობა კი არა, არ ვიცი, გრძელდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთის ლანძღვა და გინება და ალბათ შეიძლება ეს ვთქვათ. აი თქვენი პარტია რაში ხედავს გამოსავალს, მათ შორის ოპოზიციურ ველზე ასეთი დაქსაქსულობა და დაპირისპირება არის თუ არა პრობლემა, რომელიც თავად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დაასრულოს და მოაგვაროთ. დაქსაქსულობა პრობლემა, ოღონდ სხვა კუთხით დააუხსნა. ან გეგმა როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი, ეს წინააღმდეგობა ბოლო 1 წლის განმავლობაში თვითონ დასახა. ანუ პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვემოდან ზემოთ პროტესტმა პოლიტიკურ კლასს აჩვენა, როგორ უნდა იბრძოლოს და რისთვის იბრძვის. ანუ კონკრეტული ღირებულებებისთვის გამოდის პროტესტი ქუჩაში. პროტესტი არ გამოდის ქუჩაში, იმისთვის ადამიანები, ვინც რუსთაველში ან სხვა ურბანულ ცენტრებში საქართველოში 1 წლის განმავლობაში აპროტესტებენ, არ გამოდის იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი რომელიღაცა კონკრეტულმა პიროვნებამ შეცვალოს, რომლის აჯენდა მათთვის მიუღებელი. ანუ სისტემური დაპირისპირება მოხდა საქართველოში, როდესაც ავტოკრატიულ და ოლიგარქიულ მმართველობას დაუპირისპირდა დემოკრატიული პროცესი. დემოკრატიული პროცესმა თვითონ დაკვეთა გააჩინა. ანუ შენ იმისათვის, რომ ამ დაკვეთის გარდასახა მოახერხო პოლიტიკურმა კლასმა, შენ თვითონ უნდა იყო დემოკრატიული, შენ უნდა ემუჯნებოდი ავტოკრატიას და შენ არ უნდა იყო ოლიგარქიული სტრუქტურების მხარდაჭერი და პარტიის შიგნით არ უნდა კონდეს აწყობილი ეგეთი ბელაძე ან ოლიგარქზე აწყობილი ინფრასტრუქტურა და კულტი. როგორც კი პოლიტიკური კლასი შეძლებს აი ამ პროტესტის დაკვეთის დაკმაყოფილებას, ანუ ჩამოაყალიბოს ისეთი ალტერნატივა, იმიტომ რეჟიმი ყოველთვის უნდა შეიცვალოს სხვა პოლიტიკური კლასით.
ეს პოლიტიკური კლასი დაკვეთა არის, შემდეგი უნდა იყოს დემოკრატიული, არა ოლიგარქიული და არა კორუმპირებული და არა ავტოკრატიული, ხო? როგორც კი მოახერხებს დარჩენილი პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციური ჩამოყალიბებას აი ამ ღირებულებების ირგვლივ, მაშინვე მოხდება პროტესტის გაფართოება და მაშინვე შეექმნება რეჟიმს ეგზისტენციალური პრობლემები. და ამაზე მიმდინარეობს სწორედ მუშაობა და როცა ამბობენ რომ ერთობა არ არის ოპოზიციურ სპექტრში, მე ერთობა ოპოზიციურ სპექტრში არაფერში მჭირდება. მაგათთან ერთად არც სურათების გადაღების სურვილი მაქვს და არაფერი, არც მეგობრობის. ყავს ჩემი მეგობრები, მეგობრობ იმათთან. მე მჭირდება აი ამ ადამიანებთან ერთად არავის არ გამოვრიცხავ, რომ მათ ისევე ირეაგირონ პროტესტის დაკვეთაზე, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ ფედერალისტები. მაშინ შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ მომავალ დღეზე, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ერთად, რა ნაბიჯებია გადასათქმელი, რა ღირებულებებზე შინაარსებთ თანხმდებით იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე ამ ქვეყანაში იყოს უკეთესი, ვიდრე არის დღეს. და ვინც ამ წინაპირობებს დააკმაყოფილებს, ყველასთან თანამშრომლობთ. ეხლა დღეს მდგომარეობით თანამშრომლობთ 8 პარტია, რომელმაც დავიწყეთ ფაქტობრივად ანბანით. ნაციონალურ მოძრაობას შედის ამ ჩამონათვალში? არ შედის ნაციონალურ მოძრაობა. იმიტომ რომ ქართული პოლიტიკა ნაციონალური მოძრაობის გარშემო ტრიალებს, ოცნება დღის წესრიგს ჩვენი პარტიის წინააღმდეგობის საფუძველზე აგებს, აქეთ ოპოზიციურ პარტიები კი იდენტობას იშენებენ. დიახ, რა თქმა უნდა, აგებს. ნაცები არ არიან, აბა ვინ არიან? ბატონი სანიკიძეს განცხადება მეც. გისვამთ დიახ, ლევან. ბატონი სანიკიძეს განცხადება წავიკითხე. მართლა შთაბეჭდილება რჩება, ბატონო, თქო რომ ოპოზიციურ პარტიები, არ ვიცი, აი ნაციონალურ მოძრაობას უფრო ებრძვით, ვიდრე ქართულ ოცნებას. არ ვიცი, არის თუ არა საკმარისი იმისათვის რომ გზაზე სწორი მიმართულებით ვიაროთ, ზოგჯერ საჭირო არის აი ამ გზაზე. იმისათვის რომ მიზნამდე მისაყვან გზაზე სწორი სვლით ვიაროთ, ზოგჯერ საჭირო არის ამ გზაზე არსებული ბარიერების მოშორება. ნაციონალური მოძრაობა თავისი არადემოკრატიული და ავტოკრატიული და ბელადის კულტით პარტია ქმნიდა ყოველთვის დემოკრატიული პროცესის შენებაში პრობლემას ან მთელი ამ 13 წლის წინააღმდეგობის განმავლობაში. ბატონი სანიკიძეს განცხადება მართალია იმ ნაწილში, რომ ქართული ოცნება თავის დღის წესრიგს ნაციონალურ მოძრაობაზე ქმნის. ეს სწორია, იმიტომ მას ჭირდებოდა მტრისხატი, ისევე როგორც რუსეთს ჭირდება მტრისხატი, რომ ამბობს, აი ნატო ფართოვდება და ამიტომ დამიპყრობს და თავისი დაპყრობითი პოლიტიკის აი ამ გამართლება უნდა ზუსტად ესე იყო ქართული ოცნება, რომ უნდა საჭირო იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელიც საზოგადოებაში არ იყო პოპულარული, მხოლოდ მის მცირე ნაწილში და ყველა შემდეგი უნდა ყოფილიყო კოლექტიური ნაცმოძრაობა. ამიტომ გახდა გახარია, როცა საჭირო იყო კოლექტიური ნაცმოძრაობა, ლელო და ასე შემდეგ. ყველა ახალი პარტია იყო კოლექტიური ნაცმოძრაობა. ზუსტად ამის გადამღერება არის ბატონი სანიკიძეს მიერ ნათქვამი. ანუ თუ ესეთი ძლიერი პარტია, თუ თავისი დღის წესრიგის შექმნა შეუძლიათ, თუ მთავარი ეგენი არიან და ყველაფერს თვითონ მარტო აკეთებენ, ჩვენ რაზე გველაპარაკებიან? მაშინ შევიდნენ წინააღმდეგობაში რეჟიმთან და დაამარცხონ მე ხელს ვარ შეუშლი. ჩვენ არ თანამშრომლობთ მასთან. იწურება ჩვენი დრო და არ მაქვს საშუალება რომ ამ თემაზე საუბარი ისევ განვაგრძოთ. დარჩენილი წუთები კი მინდა პროტესტ დაუთმოთ რისი გაგრძელების მნიშვნელობაზე. თქვენ უკვე ისაუბრეთ, იცით რომ კანონები მკაცდება, თუმცა ამ ფონზე აქციები ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით გრძელდება. აი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გუშინ ღამით პირადად მივიდა პარლამენტის წინ შეკრებილებთან, აქციის მონაწილეებს შეკრება მანიფესტაციის კანონში ახლახან შესული ცვლილებები პირადად განუმარტა და გააფრთხილა, რომ თუ შეკრების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირება 5 დღით ადრე არ მოხდება, ახალი რეგულაციების მოკლედ ამოქმედება მოხდება კანონის მთელი სიმკაცრით. აი შეაფასეთ ეს სურათი, ქართული ოცნება აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. ვინ ვისზე ახდენს გავლენას? ქართული ოცნება აქციებზე თუ აქციები ქართულ ოცნებაზე? აქციები ქართულ ოცნებაზე, კანონის გამკაცრებაც არის ყოველთვის რეაქცია იმაზე, რომ წინააღმდეგობის და პროტესტის გადატეხვა ყველაფრის მიუხედავად და ყველა მეთოდის გამოყენების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო. ამიტომ ეს არის წინააღმდეგობაზე რეჟიმის რეაქცია და ისევე როგორც წინა რეაქციები რაც ჰქონდა, ესეც აღმოჩნდება უშედეგო და პირიქით გარკვეულწილად ავტოგოლი, მორიგი ავტოგოლი რეჟიმის კარში, რადგანაც ჩვენ ვნახეთ წინა გამკაცრების დროს, როდესაც გადაკეტვის გამო ადამიანებს ადმინისტრაციულ პატიმრობაში უშვებდნენ და იზოლატორებში უშვებდნენ, ამან კარგად არ იმუშავა რეჟიმზე, რადგან მთელი ძალოვანი სტრუქტურის, ანუ ვერტიკალმა შიგნით წიაღში შეუშვეს ყველაზე პატრიოტი, ყველაზე გონიერი და ყველაზე გულანთებული ქართველები, რომელთაც ჰქონდათ ინტერაქციის საშუალება ამ ადამიანებთან
ადამიანებთან და ზუსტად ისეთი ამბავი გამოვიდა იქიდან, როგორი განწყობაც მქონდა თავიდან და მოლოდინი მქონდა, რომ აი ძალიან ბევრი მათ შორის ღირსეული პოლიციელებისთვის სრულიად მიუღებელია კრიმინალურ პოლიციას 20 წლის გამოცდილებით ადამიანს, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულს ებრძოდა მთელი ცხოვრება პირბადეების დალუქვას, რომ აიძულებ და მის ღირსებას შელახავ. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის რეჟიმის სასარგებლო. ეხლა კიდევ უფრო დიდ აბსურდს ვიღებს, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანებს დაიჭერენ ტროტუარზე დგომის გამო. და ეს აზიანებს, რა თქმა უნდა, რეჟიმს და პროტესტი ტრანსფორმირდება, ის ყოველთვის ახალ გზებს პოულობს. დინარისავით არის, რომელიც თიდან მოდის, შეუქმნი ბარიერს, ცოტა ხანი დაგვიდება, ახდენს ადაპტირებას. ბატონო, ბოლო კითხვა მოდით დავსვათ უშუალოდ მზია ამაღლობელზე, რომელიც პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტია, დაპატიმრებული სწორედ აი ამ საპროტესტო აქციების ფარგლებში. მით უფრო რომ გუშინ ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის გამარჯვებულების სწორედ მზია ამაღლობელის და ბელარუსის ჟურნალისტის სანჯეი პოჩუბუტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კიდევ ერთხელ თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რომ ორივე ეს ჟურნალისტი არის გმირობის და სიმამაცის მაგალითი და განსახიერება. წაიკითხეს მზია ამაღლობელის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი და მოკლედ ევროპარლამენტში გაჟღერდა ის სათქმელი, რაც დაპატიმრებულ ჟურნალისტს აქვს როგორც ქართული საზოგადოების, ისე დასავლელი პარტნიორების მიმართ. აი მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რისთვის ის მზია ამაღლობელი საპატიმროში ციხეში და რას აჩვენებს როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე მათ შორის მსოფლიო საზოგადოებასაც უშუალოდ მისი მაგალითი. ხო, ეს უდაოდ გმირობის მაგალითია, რომელიც ქართულ პროტესტს ძალიან ეხმარება. მზიამ უდიდესი საქმე გააკეთა, არა მხოლოდ იმ ქმედებით, იმიტომ მე ხა ზოგადად სილის გაწნის მომხრე არ ვარ დემოკრატიულ დისკურსში, მაგრამ არ არსებობს სამართლებრივი შეფასება რამის ან პოლიტიკური შეფასება კონკრეტული კონტექსტის გარეშე. და იმ კონტექსტში, რომელშიც მზია იმყოფებოდა, გასაგები იყო, ხო, ის რასაც აკეთებდა და რომ სილის გაწნის მაგივრად ის იყო პროტესტის გამოხატვა იმ ფორმების მიერ, რა ფორმითაც მას ექცეოდა იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, ხო? მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ის გზა, რომელიც მზიამ შემდეგ, ან დაპატიმრების შემდეგ გაიარა, როგორი ღირსებით, როგორი პრინციპულობით, როგორი შეუპოვრობით და ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში შთაუნერგა იმედი და მისცა განცდა, რომ ბრძოლა მართლა ბოლომდე უნდა იყოს და ამ ბრძოლას აქვს ფასი და დიდი მადლობა მას, დიდი მადლობა ყველა პოლიტპატიმარს, სოლიდარობას უცხადებ და მათ გასაკეთებელს ეხლა რადგანაც ფიზიკურად ვერ ახერხებენ, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში რა თქმა უნდა გავაკეთებთ. მადლობა ბატონ თენგო სტუმრობისთვის, დღეს დაგემშვიდობებით, სხვა დროს ისევ შევხვდებით. თენგო კირთაძე იყო დღეისთვის ბოლო სტუმარი, შესაბამისად დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.